ჭიკარ. Правда, მე რა იგივე გიპასუხო. ლუგზა. გასული წლის ოქტომბერში თავიდან რა. გასული წლის ოქტომბერში მთელ მსოფლიოში ფართოდ აღინიშნა ცნობილი გერმანელი მწერლისა და დრამატურგის გეორგ ბიუხნერის დაბადების 175 წელი. მის იდეებთან თანხმიერებას პოულობენ ისეთ განსხვავებულ მიმდინარეობათა წარმომადგენლებთან, როგორიცაა ნატურალიზმი, სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი და თვით ეგზისტენციალიზმიც კი. მისი შემოქმედების მკვლევარნი ცდილობენ ამოიცნონ მრავალი საერთო იასპერსის იდეებთან და კამიუს სიტუაციებთან. და ეს მაშინ, როდესაც გეორგი ბიუხნერი 150 წლის წინ გარდაიცვალა. ბიუხნერმა სულ 23 წელი იცოცხლა და მთელი მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ალბათ ერთ საშუალო სიდიდის ციკლში დაეტევა. მას დარჩა ერთი დაუმთავრებელი რომანი, პუბლიცისტური წერილები, პირადი მიმოწერა და 3 პიესა. დანტონის სიკვდილი, ლეონსი და ლენა და ვოიცეკი, საყოველთაო ცნობილი პიესა და სხვა შორის ვოიცეკიც მას დაუმთავრებელი დარჩა. ბიუხნერის პიესების სცენიური ისტორია მე-20 საუკუნეში იწყება ამ მის პიესებს დგამდნენ პისკატორი, რაინჰარდი, ჟან ვილარი. ნანა, თუ მე არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში არ არის არც ერთი ფაქტი, რომ საქართველოში ბიუხნერის პიესა ვიღაცას დაედგას. მე მგონი ინსტიტუტში დაედგა. ინსტიტუტში, ვოიცეკი დაედგა, დადგა ანდრო ენუქიძემ, დიახ. და ყოველ შემთხვევაში ლეონსი და ლენა არ დადგა. ეს მე არ ვიცი რომ დადგა. დიახ, არა, მეც არ მახსოვს. აი, რამ განსაკურა ნანა თქვენი ეს არჩევანი? აი, წეგან თქვენ ამბობდით, რომ ბიუხნერი გარდაიცვალა 23 წლის ასაკში. მსახიობები, რომლებიც ძირითადად თამაშობენ ახლა ამ სპექტაკლს, აი თანატოლები არიან ბიუხნერის. ეს რაღაც ძალიან ისეთი უცნაური ფაქტი იყო, დამთხევა ასეთი. არა, ოღონდ ამოსავალი. ხო, რაღაც მე და რო კითხულობ თვითონ ნაწარმოებებს 23 წლის კაცის ნაწერის შთაბეჭდილება ნამდვილად არ რჩება. ეს ახლა ერთ-ერთი ის. ნუ იყო რა, ჯერ ესეთი ნაწილდებოდა კარგად როლები, სათქმელის თვალსაზრისით, მე ფორმის ძალიან დიდ საშუალებებს იძლეოდა, აი არ გფორკავდა ადამიანს. მე ჩვენ გარდა ლეონს და ლენას კიდე გამოვიყენეთ ლენციდან, დანტონიდან, ვოიცეკიდან, სცენები არა, ტექსტები. და იმდენად მთლიანია მისი შემოქმედება, აი ის მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მისი ცხოვრება და მისი შემოქმედება იმდენად თანხმიერია და აი ძალიან უნისონურია. და ეს ბუნტარული სული და აი მსახიობების ასაკის ესეც ბევრი მომენტი ემთხვეოდა ერთმანეთს და ახლა მე ვფიქრობ, ჩემთვისაც ძალიან შორეული წარსული არ არის და ამდენად საინტერესო იყო ეს ყველაფერი. აი ნანა, თქვენ აი ამ როდესაც ამ არჩევანზე ლაპარაკობდით, თქვენ სულ ახსენებდით, რომ აი მსახიობის ასაკი მსახიობებს მიეცათ საშუალება. ალბათ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ეს თეატრი შეიქმნა ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფის საფუძველზე, რომელიც აი ძალიან კარგად სწავლობდნენ ინსტიტუტში, ძალიან საინტერესო ნამუშევრები ჰქონდათ და ამ ჯგუფის მეორე პედაგოგი თქვენ ბრძანდებოდით და თქვენი დიდი წვლილი იყო ამ ნამუშევრებში. და ბუნებრივია აი ეს შეხვედრა მათთან თქვენთვის ალბათ სასიამოვნო იყო და სიხარულის მომდანი. მაგრამ ნანა, მე მინდოდა მეკითხა, რომ აი მათი ზრდის თვალსაზრისით აი რა შეგიძლია თქვა? იცით რა არის, ნუჟარ, ჩვენ იმდენად მათი პირველი კურსზე მოსვლიდან იმდენად არ დავშორები ვართ ერთმანეთს მუშაობის პროცესს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ ძნელია გითხრათ პირველი ეწოდებიდან, აი ბოლო სპექტაკლი, რომელიც ახლა ეს ბიუხნერი რო გამოუშვით, ასე მკვეთრი ცვლილება რა არის, მაგრამ აი მუშაობით გარეგან შესახედავად, ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია. მაგრამ მუშაობის პროცესში მათი პროფესიონალური დონე ბევრად უფრო იცით ადვილი გახდა პროფესიონალური ურთიერთობა. ხო, ბუნებრივია პირველი კურსიდან გავიდა 9 წელი ლამის და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მაგრამ მათი აზროვნება უკვე
არ არის განსხვავებული პროფესიონალური და ადამიანური, ისინი უკვე ამას ახერხებენ. მე იმიტომ ვამბობ ამას, რომ აი შიდა პროცესი მე უფრო ვიცი რას გადიან, ვიდრე აი მაყურებელი რომელმაც დავუშვათ მე სამე კურსზე ნახა და მე ეხლა ნახა. ჩემთვის ეს უფრო ძნელი სათქმელი. აი შიდა პროცესი უფრო ვიცი. და იზა იცით რა იზაზე ფიქრობთ კიდია. ნანა, იცით აი ძალიან ბევრს ეს თეატრი ძალიან ეს დასი ძალიან საყვარელი დასი გახდა და მაყურებლის ინტერესის დიდი ამ დასი. იმიტომ რომ მაყურებელთა დიახ და ჭარბობს ახალგაზრდობა დარბაზში ეს ძალიან დიდი მიღწევა ალბათ. ამ ახალგაზრდური დასის. მაგრამ იცით ყველას რაღაცნაირად შეკითხვა გვებადება გვაინტერესებს აი ამ დასის და იმ დასის ურთიერთობა დიდი სცენის დასის თუ ძირითადი დასის. არ ვიცი როგორ და აი ამ სპექტაკლში შედგა აი რაღაც უკვე ერთი კეთილი მომენტი, როდესაც აი ორი უკვე იმ დასის მსახიობი თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ახალგაზრდებთან ერთად თამაშობენ მათთვის უჩვეულო როლებს და თამაშობენ უჩვეულოდ. აი ეს შერწყმა როგორი იყო და ეს მოხდა თქვენ სპექტაკლში ნანა და აი რა პერსპექტივა გესახებათ ამ ურთიერთობაში? ნუ ზარ ეხლა ალბათ ჩემზე ნაკლებ არ მოგეხსენებათ უფრო მეტად თუ არა რომ ნებისმიერი ახალი ადამიანი დასში რომელიც შედის ეს მტკივნეული და რთული პროცესია. ეხლა შეიძლება ძალიან სამზარეულოა, მაგრამ ჯერ ეს ერთი მარინა ჯანაშია სთან ერთად ჩვენ დიდი საკურსო სპექტაკლი გვაკავშირებს და ჩვენ ერთად ვსწავლობთ. ამდენად ჩემთვის მარინა არ იყო, ასე ვთქვათ, ძალიან უცხო მოვლენა. ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს მსახიობებსაც ხშირად სულ ესმოდათ ეს გვარი და სახელი არა როგორც გარეშე ადამიანის, არამედ აი შინაური პროფესიონალური სიტუაციები იცოდნენ ჩემი სწავლის დროს, ჩვენი ერთად მუშაობის დროს. სითბო იყო. იზა, ქალბატონი იზას რაც შეეხება, იზას ძალიან უყვარს ყველაფერი ახალი და საინტერესოს, რასაც თვითონ ალბათ ყველა ჩვენთაგანი ასე ვართ და რასაც უწოდებს და ის რომ შევთავაზე მამაკაცის როლი უკვე იმდენად მათ თვითონ, ახლა მე არ ვიცი მაყურებელი ამაზე რა აზრის არის და მაგრამ ორივე მხარეს ეს იმდენად მეტი ყურადღება წაიღო ამ ფაქტორმა, რომ დანარჩენი ყველაფერი ძალიან ადვილად და უმტკივნეულად მოხდა. არც გაგიჭირდა მათი შეხვედრა, როგორც შეა როგორც რეჟისორს. ძალიან უმტკივნეულად, ადვილად და აი ნუ როგორც ერთმანეთთან მუშაობენ, ისე მუშაობდნენ ერთად. უთო ძალიან კარგი, ესე იგი ამას დიდი პერსპექტივა აქვს. და ეს ხო, აი როცა ეს მოხდება ალბათ აი ესე ნელ-ნელა უმტკივნეულად და საინტერესოდ ერთმანეთისთვის, ალბათ ეს ჯებირები ადვილი გადასალახია. ნანა, მაშინ ერთი შედარებით იველი კითხვა. აი ხა დღეს თავიდან ბოლომდე ჩავიწერეთ აი ეს სპექტაკლი, ლეონსი და ლენა. ალბათ ნუ შემდგომ თავიდან ბოლომდე ნახავს მას მაყურებელი, მაგრამ ეხლა ამ გადაცემაში შენ როგორც დამდგმელ რეჟისორს, აი რომელი ნაწყვეტი უფრო გინდა რომ ვაჩვენოთ? ნუ ზარ ალბათ უნდა ვნახო, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა რომელი სცენა როგორ გადავიღეთ, აი ბატა იღებ და ფანცლე და ხო მე მგონი რომელსაც უფრო თქვენ აირჩევთ. გესურვებ წარმატება შემდგომში და ხშირად შევხვდროდეთ ასე ერთმანეთს შენი კარგი სპექტაკლების შემდეგ. დიშტი